საქართველოს ტურისტული პოტენციალი კიდევ ერთხელ მოექცა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. ამჯერად მადრიდში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე FITUR 2026-ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურიზმის პროდუქტების შესახებ, გაცნობოდნენ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო რგოლებსა და გზამკვლევებს. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის, კერძებისა და ტკბილეულის დეგუსტაცია, სადაც სტუმრებს ქართული შეფმზარეულები გაუმასპინძლდნენ. ქართული კერძებითა და ღვინით საქართველოს სტენდი გამოფენაზე ყურადღების ეპიცენტრში მოექცა და ქართულ სტენდს ვიზიტორთა დიდი რაოდენობა ეწვია. ჩვენთან ერთად 10-ზე მეტი კერძო სექტორის წარმომადგენელი არის. მთელი დღის განმავლობაში, დღეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს შეხვედრები ჩანიშნული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასთან. ვეხმარებით სექტორს იმისთვის, რომ ადგილობრივი კონტაქტები დაამყაროს და ბევრად მეტი მოგზაური ჩამოიყვანოს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სექტორი ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული ეკონომიკისთვის, როგორც მოგეხსენებათ, სოფლიოში საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩინების კუთხით ძალიან კარგად პოზიციონირებს. დაინტერესება ძალიან დიდია ყველა მიმართულებით, როგორც ტუროპერატორების, ისე კერძო პირების მიერ, სადაც ჩვენ მაქსიმალურად დეტალურად უხსნით თუ რა გზებით უნდა მოხდენ ჩვენს რეგიონში და რა პროდუქტებით შეუძლიათ ისარგებლონ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა ის ტურისტული სიახლე და ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ადგილები და პოტენციალი, რაც საქართველოს აქვს, კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილები იყვნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, ასევე სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები, ასევე 5 ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმრო. გამოფენას დაესწრო ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი. მსგავსი გამოფენები ხელს უწყობს უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს საქართველოს როგორც მოგზაურობისთვის საინტერესო უსაფრთხო და მრავალფეროვანი მიმართულების შესახებ. ტურისტულ გამოფენებზე აქტიური მონაწილეობა ნიშნავს მეტ ვიზიტორს, განვითარებულ რეგიონებს და გაძლიერებულ ეკონომიკას. მადრიდის გამოფენა, ვფიქრობ, ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის გამოირჩევა მაღალი აქტივობით და ინტერესით საქართველოს მიმართ. და ამ კუთხით წლევანდელი გამოფენაც არ იყო გამონაკლისი. ესპანეთს და ქუთაისს აკავშირებს პირდაპირი ფრენები მადრიდიდან და ბარსელონიდან, რაც გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ ესპანელ მოგზაურებს იაფი, მარტივი და კომფორტული მოგზაურობა საქართველოში. ძალიან მაინტერესებს საქართველოს მონახულება, მინდა ვესტუმრო თქვენს ქვეყანას, ხალხს და ულამაზესი პეიზაჟები დავათვალიერო. ძალიან დამაინტერესა საქართველოს მთებში ლაშქრობამ. ამ გამოფენაზე მირჩიეს თბილისის მონახულება. ასევე მინდა გავსინჯო ქართული კერძები, რომელიც გამორჩეულია. საქართველოს შესახებ გამოფენაზე ბევრი რამ შევიტყვე. აქამდე ვიცოდი ქართული საპორტო ქალაქების ფოთის და ბათუმის შესახებ. ვიცი რომ ბათუმი ინდუსტრიული და ეკონომიკური ჰაბია. მე მივიღე ინფორმაცია თბილისის, უძველესი მონასტრების, საქართველოს ბუნების, მთების შესახებ და ვფიქრობ საქართველოში მოგზაურობას. FITUR 2026 მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენაა, სადაც 156 ქვეყნიდან 10,000-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. მადრიდის ტურისტულ გამოფენას წელს დაახლოებით 150,000 სტუმარი ჰყავდა.